ეხლა მოგიყვები რატომ არის ძალიან მაგარი ცივი წყლის პროცედურები, როგორ დაიწყო, როგორ გააკეთო და როგორ არ უნდა გააკეთო. ილოცავთ პირველ რიგში ნათლისღებას, ესე შეგნებულად არ გამიკეთებია, მაგრამ არ ვიცი, რაღაც სიმბოლურია, რომ დაემთხვა ნათლისღების დღესასწაულს დღევანდელი დღე, როცა დავდებ ამ ვიდეოს. იგი მე და ჩემი ულამაზესი მეუღლე ვიმყოფებით ბორჯომის პარკში. ძალიან მიყვარს ეს ადგილი პირველ რიგში, იმიტომ რომ ულამაზესია და აქ დასვენება ჯანმრთელობისთვისაც ძალიან კარგია. და მეორე რიგში იმიტომ, რომ ყოველ ჩამოსვლაზე რატომღაც ეს ადგილი მივიძგებს, რომ ცივ წყალთან მქონდეს ურთიერთობა. ეხლა ტემპერატურა -, გრადუსია, არ ვიცით, -3 ან -4 გრადუსია ხა აქ. წყლის ტემპერატურას რაც შეეხება, უნდა იყოს ჩემი აზრით არ მაქვს წამოღებული საზომი, მაგრამ 2-3 გრადუსს არ უნდა გაცდეს, იმიტომ რომ გაყინულია ბევრ ადგილას. და შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ სიგიჟეა ხა აი ამ სიცივეში, აი ამ მდინარეში ჩასვლა, რომელიც ზაფხულშიც ძალიან ცივია, მაგრამ ჩემთვის ეს შესაძლებლობაა და არა რაღაც საფრთხე. ცივ წყალთან ურთიერთობის ის ტექნიკა, რომელზეც ეხლა ვსაუბრობ, მოიცავს ცივ მდინარეში ჩასვლას, ცივ აბაზანაში ჩასვლას, ყინულიან აბაზანაში ჩასვლას და ასევე ცივ შხაპსაც. შინაარსი ყველას ერთი და იგივე აქვს, უბრალოდ იმაზეა დამოკიდებული სად იმყოფები და რისი საშუალება გაქვს. ეხლა მე ვიმყოფები ბორჯომის პარკში და საშუალება მაქვს, რომ აი ამ საოცარ ადგილას, აი ამ მდინარეში ჩავიდე. სახლში მე იმის საშუალება არ მაქვს, რომ აბაზანაში ჩავიდე, ამიტომ ცივ შხაპს ვიღებ ხოლმე და აი ასეთ გაყინულ მდინარეში ჩასვლა ჩემთვისაც ძალიან რთული არის, თუმცა გამოწვევაა და ზუსტად ვიცი, რომ ამ გამოწვევას დღეს გადავლახავ. ეხლა რა ხდება, როდესაც ჩადიხართ ცივ წყალში ან გახართ ცივი შხაპის ქვეშ? თქვენი სხეული იღებს მომენტალურ შოკს, სიზარღვები ვიწროვდება, იკუმშება როგორც კუნთები და არის გულის და სიზარღვების უმაგრესი სავარჯიშო, ვინც ამას აკეთებს, გამორიცხულია რაიმე ტიპის პრობლემა ოდესმე ცხოვრებაში გულზე ან სიზარღვებზე შეექმნას. ასევე თქვენი ორგანიზმი იძულებული ხდება, რომ თქვენი იმუნური სისტემა დაბუსტოს ძალიან ძლიერად, რათა ამ სიცივეს გაუმკლავდეს და რაც დავიწყე ცივი წყლის პროცედურები 2 წელია დაახლოებით, საერთოდ არ გავხსიებულ ვარ. არა და მანამდე მქონდა ძალიან სუსტი იმუნიტეტი და ერთი პატარა გაციება, ერთი პატარა ტკილის წამოდგიება და ერთი კვირა ესე ვიცინგლებოდი ხოლმე და 38-39 სიცხეებით ვიწევდი ხოლმე. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი ვარ, ძალიან სუსტი იმუნიტეტი მქონდა, ეს ბავშვობიდან გაფუჭებული. მაგრამ აი ამ ყველაფერმა ისე გამიუჯობესა იმუნიტეტი, რომ უბრალოდ აღარ ვიცი რა არის გაციება. ასევე ცივ წყალში ჩასვლა ან ცივი შხაპის მიღება წვავს ცხიმებს. კი, ნამდვილად არ მოგესმათ. ეს არის ორგანიზმის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც შეიძლება ბევრმა არ იცით. ჩვენ ცხიმოვან ფენაში გვაქვს ეგრეთ წოდებული ყავისფერი ცხიმები, რომელიც არის ორგანიზმის თავდაცვის ფუნქცია იმ დროს, როდესაც უნდა გაუმკლავდეს სიცივეს. და როდესაც სწრაფი, ასე ვთქვათ, შოკური გაყინვით სხეული ესე მდგომარეობაში ექცევა, იძულებულია, რომ ეს უჯრედები გამოიყენოს მაქსიმალურად ბევრი ცხიმის დასაწვავად, რათა მოქცეთ სწრაფი და მომენტალური სითბო, რომ ორგანიზმი უბრალოდ გაათბოს. ძალიან მაგარია ნივთიერებათა ცვლისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ წონის პრობლემა, შეიძლება ერთ-ერთი საშუალება იყოს მასთან ბრძოლაში. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცივ წყალთან ურთიერთობა გაძლიერებს მენტალურად. როდესაც აი ამ გამოწვევას შენ დაამარცხებ, როდესაც პირველად გადადგამ ამ ნავიჩს, რომ ცივ წყალში ჩახვიდე, მომენტალურად ცივი შხაპის ქვეშ შევარდე და აი ეს ჩელენჯი და ეს გამოწვევა გადალახული გექნება, აი ამ პროცედურის მერე დაახლოებით 6-7 საათი ისეთი ბედნიერების, ისეთი გამარჯვებულობის და ისეთი მენტალური მდგრადობის განცდა მოყვება, რომელიც აი სიტყვები ცოტა ძნელია რომ გადმოსცე. და თუ ამას რუტინული ხასიათი აქვს,
და ყოველდღიურად ან კვირაში 3-ჯერ 4-ჯერ მაინც იმეორებ. საერთოდ სხვა ადამიანი ხდები მენტალურად. და დაიმახსოვრეთ, რომ ამ ყველაფერს შედეგი აქვს მაშინ, როდესაც რუტინული ხასიათი აქვს, როდესაც ამას თქვენ ცხოვრების წესად დარეგავთ, ისევე როგორც თქვა, ვარჯიშს კვირაში 3-ჯერ 4-ჯერ მე მაგალითად ვცდილობ, რომ არ გამომიმპაროს არც ერთი დღე და ყოველდღე გავაკეთო. მაშინ აქვს შედეგი და არა 1 და 2-ჯერ ჩასვლით, ეხლა ისეთი შედეგი არ ექნება ნამდვილად რაზეც ვისაუბრე. ეხლა წესები. წესი ნომერი 1. გააკეთე ეს ყველაფერი ძალიან შვიდად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. არ ჩახვიდე წყალში, არ შეხვიდე შხაპში, რაღაც ხვანცალი ციცილ კისკისით, ასე კურდღილის და ბავშვის რაღაც ხტუნვა-ხტუნვით. გააკეთე ეს ყველაფერი ცივსისხლიანად, შვიდად და ძალიან მდგრადი მენტალური განწყობით, ეს შენ გადაწყვიტე. შეიძლება გქონდეს რაღაც ესეთი მომენტი, შეიძლება კი აუცილებლად გექნება მომენტალური შოკი. შენი სხეული შევა პირველ გაკეთებაზე ესეთი მომენტალური შოკით გაიყინოს, მაგრამ დაამშვიდა შენი თავი. წესი ნომერი 2. არა ურიოს ყველაფერი კონტრასტულ წყალთან ურთიერთობაში. ეს არ არის ჯერ ცხელი შხაპი მივიღე და მე ცივი მოუშვი, მე ვათამაშე, ან რაღაც ცხელი საუნიდან გამოვედი გახურებული და შემდეგ ჩავხვდი ცივ წყალში, საერთოდ არაფერი შუაში არ არის ამ ყველაფერთან. ძალიან თუ გავხურდი ცხელი საუნიდან რომ გამოვედი და ჩავხვდე ცივ წყალში, ეს პირიქით ძალიან სასიამოვნოც კია. და მთელი შინაარსი ამ ყველაფრის არის ის, რომ საერთოდ არ უნდა იყოს კომფორტული სასიამოვნო, პირიქით შენ სხეულს უნდა შეუქმნა მაქსიმალურად დიდი წნეხი და მაქსიმალურად დიდი შოკი და ამ შოკთან და ამ წნეხთან გამკლავებაში ძლიერდება ზუსტად. წესი ნომერი 3. დაიხმარე სუნთქვა. სუნთქვა არის უმნიშვნელოვანესი. როდესაც ჩახვალ და ეს პირველი შოკი გექნება, 7 მონოტონური სუნთქვით შეძებ, რომ შენი ეს შოკური მდგომარეობა დაასტაბილურა. და შემდეგ ნენელა დაამშვიდე. ეს ძალიან გეხმარება და ერთ-ერთი თავარი წესი არის, რომელიც უნდა დაიცვა. წესი ნომერი 4. არ გააკეთო ეს არაფხიზელმა, ნაბახუსებმა, გამოუძინებელმა, გადაღილმა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მენტალურად და ფსიქოლოგიურად შეიძლება ძალიან მაგრად იყო განწყობილი, მაგრამ უბრალოდ სხეული ვერ გამოყვეს. და ბოლოს წესი ნომერი 5. არ გააკეთო ეს ძალიან დიდი ფიზიკური აქტივობის შემდეგ. განსაკუთრებით თუ ივარჯიშებ და აი ახალი ნავარჯიშები გახურებული არ ჩახდე, ასევე არ ეცადო რომ ჩასვლამდე ძალიან გადაიხურო თავი, გულისხმობ იმას, რომ აზიდვები, ბუქნებით, გაქცევა, გამოქცევით, ანუ პულსი უნდა იყოს მშვიდი. ანუ მომატებული პულსის დროს, რაც ვარჯიშის დროს აქვს ადამიანს, არ შეიძლება ჩასვლა. აი ესეთი ადგილი ვიპოვე. დარებით დორეთ მოედინება აქ წყალი და მე მგონი ჩასაწოლად აბაზანაც გავს. ეს არის საკუთარი სხეულის ბოლომდე ფლობა. ეს არის თავის უფლება. ეს არის გამარჯვება შენ შიშებზე და საკუთარი სხეულის ბოლომდე მორჩილება საკუთარ გონებასთან. მადლობა.
როგორ სიმშვიდესაც ჩახვალ, ესეთივე სიმშვიდით ამოდით. მთელი სხეული მიბჟუის ახლა. წიწკნის, ახლა შევიწროებული კაპილარები იხსნება, აფართოვდება. ძალიან მაგარია. ძალიან გამიჭირდა ჩამეცვა უკან ტანსაცმელი, იმიტომ რომ ფეხის თითები და ხეის თითები ძალიან გამეყინა. მაგრამ დროებით. აი ხა ზუსტად რაზეც საუბრობდი რა. ცოტა არაფხიზელ მდგომარეობას გავს ეს ყველაფერი, იმდენად ბედნიერი ვარ. იმდენად საოცარი ემოციებით იმუხტები ამ ყველაფერს მე რომ ყველას ურჩევ, ვისაც რა თქმა უნდა ჯანმრთელობა უწყობს ხელს, რომ დაიწყოს ეს ყველაფერი ნენელა ეტაპობრივად სახლში ცივი შხაპით ნენელა 20-30 წამის პროცედურებით ავიდეს 1 წუთზე, 2 წუთზე, 3 წუთზე და შემდეგ უკვე ამ ყველაფერს შეძლებს. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხელიდან ცივი წყლის პროცედურა არ გააკეთოთ. ანუ ჯერ ცხელი დუში მივიღო და მერე ცივი წყალი მოუშვა და ბოლო 30 წამი გავჩერდე. ეგ საერთოდ არაფერ კავშირში არ არის იმასთან, რასაც ახლა მე ვაკეთებ და საოცრად გავიყინე ახლა რომ ამოვედი ფეხის თითებს ვეუგზნობდი. მაგრამ სპეციალურად ტყეში გავაკეთე ეს ყველაფერი, რომ არ მქონდა არანაირი კომფორტი, არ მქონდა საშუალება რომ რამეს მივთვუნებოდი, კომფორტულად გამომეცვალა. არ ვიცი რანაირად მაგად მოგწეთ, რამდენად დიდი ბედნიერების განცდა მაქვს ახლა. ყველას გისურვებთ, რომ გქონდეთ ყოველ დღე, ყოველ წამს ზუსტად ისეთი ბედნიერების განცდა, როგორც ახლა მე მაქვს. ჩემი ცოლი ვერ შემოვიტყუა ცივ წყლებში. 1-2 ძალიან შევაგდე ცივ დუშში, მაგრამ არა. ჩემი არ არის. რადგან არ უნდა, ნუ უნდა. ამას ვერავის ვერ აიძულებ, პირიქით ეს ყველაფერი საკუთარი ნებით უნდა გააკეთოს ყველამ. იძულებით ცივ წყალში თუ ჩააგდე ვიღაცა, შემოფიტყობის ანთება დაემართოს. შეიძლება კი არა, ხო ნამდვილად ვერ მოუტანს ამას სიკეთეს. მაგრამ ჩასული ვარ. ბოდბეში რო არის წმინდა ნინოს. ალი მან ვარ ერთო ჩასული. ხო, ზუსტად იმიტომ ხარ ეგრე ჩასული, რომ წმენით ჩახვედი და ამაზე გვაქვს საუბარი. როდესაც ამას ადამიანი აკეთებს საკუთარი თავის უფლის წმენით, გამორიცხულია რომ რაღაც ცუდი დაემართოს. აი ზუსტად ესეთი სიცივე იყო მაშინაც და სამჯერ ჩავედი ზუსტად და კი შემცვიდა, მაგრამ არ გავცივდი. ხო, ზუსტად ეგრე შეგიძლია გააკეთო აკაც. აბა კარგად, მოვალ შეხვედრამდე.